13 საათზე რამდენიმე წუთის წინ მარშალებმა მტკვარში გვამი იპოვეს. სამაშველო ბრიგადამ გარდაცვლილი მდინარიდან ცოტა ხნის წინ ამოიყვანა. სოფო მაჭავარიანი საუბრობს პირდაპირ ეთერში. ივან მტკვარმა მამაკაცის გვამი რამდენიმე წუთის წინ გამორიყა. ვარაუდობენ, რომ ეს სწორედ ის მამაკაცია, რომელიც 3 დღის წინ იუსტიციის სახლის მშენებლობაზე მომუშავე მუშებმა შენიშნეს მტკვარში. შეზღუდით იმყოფება ბატონ თემურ გიორგაძე, სამუშაო სამსახურის უფროსი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგვასწრის. ბატონ თემურ, არის თუ არა ვარაუდი, რომ ეს სწორედ ის მამაკაცია, რომელიც დაახლოებით სავარაუდოდ, როგორც ჩვენ აღნაგობიდან გამომდინარე, როგორც იმ მუშებმა აგვიხსენეს და ჩაცმულობით, რაც მაშინ დააფიქსირეს, სავარაუდოდ ის ადამიანი უნდა იყოს. ჩვენ 3 დღის განმავლობაში ვეძებდით ამ ადამიანს და დღეს მოხდა მისი აღმოჩენა, რასაც ეს ვადაც იმის საშუალებას გვაძლევს, თქმის საშუალებას, რომ სავარაუდოდ ის ადამიანი უნდა იყოს. ნუ ამას ახლა უკვე ყველა სათანადო სამსახური მობილიზებული იყო და ისინი უკვე დაწყებულია გამოძიება, მაშინვე დაიწყო და ახლა კრიმინალისტები ადგილზე იყვნენ მობილიზებული და ალბათ უახლოეს ვადაში ზუსტად იტყვიან ეს ამ ადამიანის ვინაობასაც და ალბათ შემდგომში იმასაც თუ როგორ შეიძლება და მოხდარიყო ეს უბედური შემთხვევა. ამ დრომდე არ არის დადგენილი ვინ არის ეს მამაკაცი? დათვალიერება მოხერხდა, გადაყვანილია უკვე და ამ დრომდე არ არის და აღმოჩენილი არ არის არანაირი ისეთი დამადასტურებელი საბუთი, რომ ითქვას ვინაობა ამ ადამიანის. ნუ ამას მალევე დაადგენენ ალბათ, იმიტომ კრიმინალები ჩართულები არიან. ძალიან დიდი მადლობა, როგორც გითხარით, ჩვენ რეალ ტივის მაყურებლის კითხვებს პასუხობდა ბატონ თემურ გიორგაძე. რაც შეეხება გვამის ამოყვანას, ის უკვე მოხერხდა, გვამი პროექტურაშია გადასვენებული. გვამი შენიშნა კლდეზე მომუშავე ალპინისტმა, რომელიც ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა. დავით მოძრაობდი ამ ადგილზე აქ შევნიშნე, რომ დავინახე რაღაც რო იყო, მაგრამ თავიდან ვერ მივხვდი გვამი იყო თუ რა იყო. და აი ქვემოთ ვნახე რომ მე მივედი ახლოში და მაინტერესა და იყო რომ გვამი აღმოვაჩინე რა. სუნი ქონა და ახლოში ვეღარ მივეკარე, გამოვიძახთ სამაშველო და დაფიქსირდა მართლა რომ გვამი აღმოჩნდა. როგორც გითხარით, გვამი უკვე თბილისის პროექტურაშია გადასვენებული. მამაკაცის ამოცნობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რადგან არასჯერ დადასტურებული აღმოჩნდა თუ არა მას რამე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, როგორც ბატონმა თემურმა აღნიშნა, ეს უკვე რამოდენიმე საათი